ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია ქართული ოცნების განათლების რეფორმას აკრიტიკებს. ასოციაციის შეფასებით დაგეგმილ ცვლილებებს შესაძლოა ღრმა და გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და პოტენციურად კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის ევროპული სივრციდან იზოლაცია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ასოციაცია აღიარებს სახელმწიფოს როლს განათლების სისტემის მართვასა და რეფორმების ინიცირებაში, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის საბჭო ევროპის 48 ქვეყანაში უნივერსიტეტებს ეროვნულ რექტორთა კონფერენციებს წარმოადგენს და 9-ზე მეტ წევრ პარტნიორ ორგანიზაციას აერთიანებს. ისეთი ზომები, რომლებიც არსებითად ზღუდავს იმ პროგრამების სპექტრს, რომელთა შეთავაზებაც უნივერსიტეტებს შეუძლიათ, შეზღუდავს მათ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სრულფასოვანი აკადემიური გარემო და ინტერდისციპლინური თანამშრომლობა. კონცეფცია ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ასევე შეიცავს რისკს და ასუსტოს კავშირები უნივერსიტეტის სამ ძირითად მისიას, კვლევას, სწავლებასა და საზოგადოების მომსახურებას შორის. ამ რეფორმების გავლენა სხვადასხვაგვარად აისახება საქართველოს უნივერსიტეტების სექტორზე. ზოგიერთ შემთხვევაში შედეგები იქნება ღრმა და ხანგრძლივი, პირდაპირ იმოქმედებს ინსტიტუციის იდენტობაზე, ექსპერტიზასა და აღიარებაზე. რეფორმა არა მხოლოდ აყალიბებს აკადემიურ პროგრამებზე ცენტრალიზებულ კონტროლს და ადგენს სტუდენტთა წლიურ კვოტებს, არამედ ასუსტებს ინსტიტუციურ მმართველობასა და სტრატეგიულ დაგეგმვას იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ სტრატეგიული ავტონომია თანამედროვე რთული გამოწვევების დასაძლევად. საბოლოოდ ასოციაცია მიიჩნევს, რომ სტრუქტურულ რეფორმებს უნდა ახლდეს ფართო და შინაარსიანი კონსულტაცია და გადახედვა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ რეფორმები იყოს მიზანთან შესაბამისი, რეალისტური, პროპორციული და შეესაბამებოდეს როგორც უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორის, ისე ფართო საზოგადოების ინტერესებს. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის ჩაერთოს დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასთან და აკადემიურ საზოგადოებასთან, მათ შორის შედარებითი ანალიზისა და ექსპერტიზის გაზიარების გზით.